სერგო ავსაჯანიშვილთან ერთად. მოგესალმებით, ძვირფასო რადიომსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს სპეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ხოლმე ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ავსაჯანიშვილი ვარ. მოკლედ, საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ესეთი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ხო? აკავშირებდა გზა იყო, რომელიც აკავშირებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს. დღეს ეს გზა ბიზნესისთვის კიდევ რაღაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ზუსტად სხვათა შორის დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩემს სტუმართან ერთად. დავით ჩიკვაიძე არის ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი, გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი და სხვათა შორის წიგნი ანტიგაყიდვების ავტორი. მოგესალმებით დავით. სალამი იყო ჩვენი ფეხი. ჩვენს მოწვევით. საქმიან სივრცეში. დავით, ჩვენ სანამ გადავიდოდეთ აი ამ ასე ვთქვათ ანონსზე, რომელიც ახლა დავაანონსე და სანამ გადავალთ იმ კონკრეტულ პროექტებზე და ასე შემდეგ, მე მინდა ჩვენ აუდიტორიას გავაცნოთ უფრო ასე ვთქვათ მეტი ინფორმაცია მივაწყდოთ გაყიდვების ასოციაციაზე, ხო? ანუ 22 წელს არის შექმნილი და მოდი რეალურად ვთქვათ, ანუ მიზეზები, ხო? აი რა დაინახე მაგ დროს 22 წელს აი ეს პრობლემები ბაზარზე და რატო შექმენი, რატო გადაწყვიტე, რომ აი ეს ასოციაცია უნდა იყოს საქართველოში? კი ბატონო, სერგო, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის და აქტუალური თემების წამოწევისთვის წინ. რაც შეეხება გაყიდვების ასოციაციას, ხო, მანამდე იყო და ეხლაც არის ძალიან აქტიურად გაყიდვები და მართვა, რომელსაც მე და ანდრო დგებუაძე უძღვებით და ჩართული ყავს კიდე ჭოლა და ძალიან საინტერესო ლექტორები. და როდესაც ეს კურსები თავდებოდა, ყოველთვის უნდა კითხვა, რომ შემდეგ როგორ ვაგრძელებთ. რა შვებით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მსმენელები გვყავდა კურსის მონაწილეები. პირველი გასვლითი გავაკეთეთ, თქვათ, რა ვიცი, უკრაინაში ვიყავით, შემდეგ სხვა ქვეყნებში, თუმცა 10, 15, 20 ადამიანი მაქსიმუმ და დანარჩენები ძალიან ნაწყენდებოდნენ რა და ბოლოს მოვიდა ეს იდეა, რომ რატომ არა ეს ხალხი, ყველა თითქმის გაყიდვების პროფესიონალი ან კომპანიის დამფუძნებელია ერთ სივრცეში გავაერთიანოთ, გავაოფიციალუროთ ეს ყველაფერი და უკვე დავიწყოთ ცენტრალიზებული ზრუნვა ამ ხალხზე. ეს არის არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ ღონისძიებები, ნეტვორკინგ ღონისძიებები სხვა ქვეყნებთან დაკავშირება. შემდეგ წამოვიდა უკვე გამოფენების იდეა, რომელმაც საოცრად გაამართლა და ასე შემდეგ. რა არის გაყიდვების ასოციაცია, ხო? სიტყვას სახელიც გვარ ნახობს, რომ გაყიდვებში უნდა შეუწყოთ ხელი წევრებს. შესაბამისად, ეს არის ჩვენი მიზანიც. გაყიდვები, ერთმანეთის გაცნობა, ნეტვორკინგი და ასე შემდეგ. იცი რა არის, ანუ ეხლა ბევრი ასოციაცია გვაქვს, ხო, საქართველოში და თქვენთან არის ესეთი სპეციფიური, ასე ვთქვათ, მეთოდი, ასე ვთქვათ, გაერთიანების. ხო, ანუ ამ შემთხვევაში კომპანია ერთიანდება თქვენთან თუ პროფესიონალია? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც წარმოადგენს ამ შემთხვევაში კომპანიას. პროფესიონალი, რომელიც უკან დგას კომპანია. ან ჩვენ უფრო პიროვნებებზე გვაქვს აქცენტი გადატანილი და რატომ სერგო შეხედეთ? იმიტომ რომ როდესაც აი წევრი ხარ ორგანიზაციის კონკრეტულ პიროვნებებთან მეგობრდები, ახლო ურთიერთობა გაქვს და შემდეგ კიდე ეს ურთიერთობა გააგრძელო, ხო? და როდესაც ერთ შეხვედრაზე ერთი კომპანიიდან ერთი ადამიანია, მერე მეორე, მერე მესამე, საბოლოო ჯამში ეს წყვეტას იწვევს პირიქით ურთიერთობის რა. ჩვენ ხა მათემატიკურად რო შევხედოთ, რაც მეტი ვით უკეთესი, მაგრამ ესე ურთიერთობები არ ლაგდება. ხა ჩემზე შეიძლება უკეთ თქვენ იცოდეთ რა, რომ გჭირდება გარკვეული სახის შეხება რამოდენიმე ადამიანთან, რომ შემდეგ ნდობა მოიპოვოს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ კონცენტრირდებით უფრო პიროვნებებზე, თან ასე ვთქვათ, ერთი მხედვის ახლობებით ხალხი არის გაერთიანებული ძირითადად და უკვე ძალიან მეგობრობენ, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ და უკვე ბევრი ისეთი რაღაც ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით და არც უნდა ვიცოდეთ პრინციპში, ანუ სეილს ასოციაციის გარეთ ახლა არავის გავუკონტროლებთ, რამდენი დილი დადო კიდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა, ეს უკვე ძალიან ბუნებრივი პროცესი არის. როგორ შეაჯამებდი დავით ამ 4 წელს, ხო, აი მთავარი ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ რა, ანუ თვითონ ასოციაციის მიღწევებს, ხო, აი რას მიიჩნევს თვითონ დამფუძნებელი ამ შემთხვევაში და პრეზიდენტი ამ ასოციაციის, ну, საინტერესოა ძალიან რა, ანუ ამ 4 წლის განმავლობაში თქვენი გეგმა რაც იყო დასახული, ხო? მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ასე ვთქვათ, გადააჭარბეთ იმ გეგმას, იმიტომ რომ საკმაოდ აქტიური ასოციაცია ხართ რა და წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რაღაც ღონისძიება გაქვთ. აი, უბრალოდ მინდა რომ ეს 4 წელი შევაჯამოთ.
კი ბატონო. თავარი მიღწევებით. ნახეთ, პირველი რაც გვიამაყება არის, რომ რა მიზანიც გქონდა, რომ საინტერესო ხალხი გაგვერთიანებინა, 120-მდე ადამიანი, კომპანია დაახლოებით 100 კომპანიამდე დგას ამ ადამიანების უკან, ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი მიღწევა და ეს ადამიანები მეგობრობენ, რაც თავარი ერთმანეთში უკვე ძალიან ახლოს. მეორე არის, რომ დაიბადა ეს არის ადამიანები ბიზნესის უკან, წელიწადში ერთხელ გამოფენა, რომელიც არის ალბათ თავის მასშტაბით ერთ-ერთი საქართველოს კუთხით უპრეცედენტო, იმიტომ რომ 3000-მდე სტუმარს მასპინძლობთ ხოლმე და. კი, და სპეციალურად გაყიდვების ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის შეიქმნა ეს ყველაფერი, რომ მათ ქონოდათ პლატფორმა, სადაც უკვე რამდენჯერ ჩაატარეთ? მეოთხე თუ ატარებთ უკვე წელს. და ინტერესი აი როგორ არის, იცით რომ აი რო ურეკავთ მონაწილეობაზე, ხო მან რა თქმა უნდა, ხო ფასიანია, მაგრამ ნუ ჩავთვალოთ რომ წინასწარ არის ხოლმე უკვე გაყიდული 2 თვით ადრე იმდენად გაამართლა რა და მანდაც სახელობითად ვეპატიჟებთ ხალხთან თქვათ ღია გარის პრინციპი ნაკლებად გვაქვს და მესამე ალბათ რა ვიცი ჩვენი ქვეყნის წარდგენა სხვა ქვეყანაში ეს უკვე ქვეყნისთვისაც ვაკეთებთ მე მგონი კარგ საქმეს მარტო ასოციაციის წევრებისთვის არა ხო უკვე მეორედ ტარდება წელს საქართველოს უზბეკეთი აბრეშუმის გზა და შესაბამისად შაშანაც იყო საწარმოებული და წელს უფრო დიდი მოლოდინები გაგვაჩნია რა. ეს არის ახლა ტექნიკურად შეგვიძლია სამი მიღწევა ჩამოთვალოთ, თუმცა არის კიდე უამრავი ღონისძიება, გასული ღონისძიება, რაც გვაქვს ფორმალურის და არაფორმალური ღონისძიებებით. ხო, ეხლა ჩემი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ისეთ საქმიანი ადამიანი გვისმენს, ხო, ვისაც შესაძლოა გაუჩნდა სურვილი ამ ასოციაციაში გაწევრიანების, ხო? და რა არის ის აუცილებელი, ასე ვთქვათ, face control-ი, ხო, თუ აი როგორ უნდა გაწევრიანდეს თქვენთან და ამავდროულად აი საინტერესო არის რას იღებს, რა ბენეფიტებს იღებს კონკრეტულად და ნუ არის თუ არა ამ შემთხვევაში ჩართულობა თვითონ კომპანიის საჭიროც რა, რომელსაც წარმოადგენს ეს ადამიანი. კი ბატონო, არის ესეთ შემთხვევები, რომ გამოთქვამენ ინტერესს, უფრო გვიკავშირდებიან, იგივე სატელეფონოთ, იგივე მეილის საშუალებით და ასე შემდეგ, ნუ პირველად ტკივად ყველაზე მეტად, აი რატო უნდათ გაერთიანება? ის რა არის, ნუ თავდაპირველი ყოველს მიზანი არის, რომ მეტნაცნობი და ნეტვორკი და მე გაყიდონ წარმატებით თავიანთი პროდუქტი. თუმცა ახლა გაყიდვების ასოციაციას ვერ ვაქცევთ ისეთ პლატფორმად, რომ ყველას გაყიდვა ჭირდება და ერთმანეთზე, ასე ვთქვათ, არ ემოცენტრირებული როგორმე მიყიდონ, იმიტომ რომ ცოტა დავამძიმებთ ამიტომ მაქსიმალურად გასაუბრება გვაქვს თვითონ რას მოუტანენ ასოციაციის წევრებს იმიტომ რომ ეს give and take-ის პრინციპით არის რა რაღაც მიღება თუ გინდა რაღაცას უნდა გასცე და ეს შენივე ნეტვორკი შეიძლება იყოს ცოდნა იყოს და ასე შემდეგ რა რთულად ხდება მიღება გულწრფელად ვიტყვი ანუ გარკვეული face control-ი გარკვეული არა ძალიან პრინციპში აი გარედან ჩვენ თვითონ თუ არ ვიცნობთ ადამიანს იშვიათად ხდება რომ ჩვენ ასე ვთქვათ კი იმიტომ რომ ძალიან ufrxildებით შიგნით რაც ხდება შეიძლება ფანტასტიკური ხალხი დაგვიკავშირდეს უბრალოდ თუ არ ვიცნობთ თუ რეფერალები არ მოვიკითხეთ ვთქვათ მისი ზოგადი საქმიანობის შესახებ ესე ძალიან გაგვიჭირდება რომ ვანდოთ წევრობა იმიტომ რომ შეიძლება ერთმა ადამიანმა საკმაოდ ისეთი ცუდი გავლენა მოახდინოს ასე ვთქვათ ასოციაციის სტრუქტურაზე ეს ინდუსტრიები ვინ არის ყველაზე აქტიური გეტყვით, სამშენებლო ინდუსტრია თქმა უნდა აქტიური არის, ცალსახად, წარმოება არის აქტიური, IT ინდუსტრია არის ძალიან აქტიური, სხვა სამედიცინოც და არის საკმაოდ ბევრი ინდუსტრია. ხო არ გყავთ შემთხვევით ანუ საერთაშორისო ბრენდები, კომპანიების წარმომადგენლობები? არა, ქართველებზე ვარ, ხო, იმიტომ რომ ქართულენოვანი არის თითოეული ღონისძიება, თუმცა საერთაშორისო რაც არის უზბეკეთი და ასე შემდეგ, უკვე უზბეკი პარტნიორები გვერდდებიან და გვაქვს უკვე sales forum-ი კიდე ცალკე უმიზნებ და ის ცალკე თემა და მოკლედ მაგხრივ ფართოვდებით, მაგრამ შიგნით წევრები 100%-ით ქართველები არიან, აბსოლუტურად ყველა უმრავლესობა. ეხლა გვექნება კიდე მეორე, ასე ვთქვათ, sales associate, ესე დავარქვენოთ სავარაუდოდ, სადაც უკვე საშუალო რგოლის და თლად დამწყები არა, მაგრამ გაყიდვების მენეჯერებსაც შეეძლებათ გაერთიანება. ეს არ იქნება იგივე, ვთქვათ, როგორც გაყიდვების ასოციაციის
სრულფლებიანი ასე ვთქვათ, წევრი იქნება, უბრალოდ საერთოდ სხვა ღონისძიებები ექნება, უფრო საგანმანათლებლო და იმიტომ რომ უფრო დიდ რაოდენობაზე გვექნება აქცენტი გაკეთებული რა. აი ზუსტად ეხა შეეხე საგანმანათლებლო მიმართულებას, ხო, რომელიც ასევე ასე ვთქვათ გაქვთ და ასე ვთქვათ, თუ არ ვწდებით 16 წელს დაარსე ინსტიტუტი, ხო, ანუ გაყიდვების საერთაშორისო ინსტიტუტი. მე მინდა რომ ამაზეც ვისაუბროთ, ხო, და მინდა რომ რაღაც განსხვავება გავიგოთ, ხო, ანუ რით განსხვავდება ეს ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, ხო, ესეთი ტრადიციული ინსტიტუტისგან და ამავდროულად, ხო, აი იმ რაღაც მოკლევადიანი ტრენინგებისგან თუნდაც, ხო, აი რომელსაც თქვენთან იღებს. ახლა მე სპეციფიკა დაახლოებით ვიცი, თუმცა შენგან როგორც ამ ყოველთვის ავტორისგან გაცილებით საინტერესოდ იქნება. კი. ის რა, გაყიდვების ინსტიტუტი ძალიან გაიზარდა 10 წლის გავხდით წელს და ვთქვათ, ის სტრუქტურა, რა სტრუქტურითაც თუნდაც 2016-17-ში ვატარებდით, ღია კურსები მაგ დროს დავიწყეთ. ეხლა საერთოდ განსხვავებულია, იმიტომ რომ ანდრო ყავს ჩართული ჩვენი მეგობარი და კოლეგა, იგივე ჭოლა, მანანა და ასე შემდეგ და ეს კურსი ვაქციეთ უფრო მოგზაურობათ რა. ხო, თან მიუხედავად იმისა, რომ ფასი არ არის დაბალი, საკმაოდ ესეთი ფასი არის, ვიღაცისთვის შეიძლება არახელმისაწვდომიც. თუმცა თავარია შედეგი, რა ხო, აი ეგ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გასაუბრებით აქვს ყავს ხალხი და რამოდენიმეზე უარი თქმა გვიწევს ხოლმე და ეს არ ახალია კიდე. ანუ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გადამხდელია ეს ადამიანი. კი, 5-7 ადამიანს დაახლოებით უარს ვეუბნებით ხოლმე სხვა ფორმით ახლა პირდაპირ არ ხარ აყვანილი და თქვენ ჩაიჭერით ამას არავის არ ვაკადრებთ ნამდვილად. ნუ უფრო ურჩევთ სხვა კურსებს და ასე შემდეგ რა. ეს არის თავგადასავალი. იმიტომ რომ პირველ რიგში აქაც არის მაინც რომ გაიცნოს სხვა კომპანიის წარმომადგენლები და მარტო ჩვენგან კი არის სწავლონ, მათგანაც ისწავლონ ეს არის ერთი. და მეორე არის როგორ რაღაცა იცით აი ჰარვარდის მეთოდოლოგიაც დავამატეთ, შემოვიტანეთ იგივე თეატრში, ანუ სხეულის ენაზეც მუშაობენ ოღონდ შესაბამის სპეციალისტებთან, გაყიდვებში მუშაობენ ამ შემთხვევაში ჩემთან, მენეჯმენტი, ფილოსოფია უფრო ამ დროსთან და ყველას გვაქვს ჩვენი საზღვრები და ეს არის უფრო მოგზაურობა და თითეული კურსის დღე ისე არის შინაარსობრივად, რომ აი დაიწყო, განვითარდა და შემდეგ დასრულდა, რომ ერთმანეთთან არის მასში და აი ხდება ალბათ წერტილების შეერთება რა. წერტილები დასაქმებული ადამიანები არიან თუ დასაქმებული აუცილებლად. სასახად ხო, იმიტომ რომ ვთქვათ რა 3000 ლარამდე ძალიან ყოფილა შემთხვევა, მაგრამ ჩვენ გვირჩევია რომ არ მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ თუ პრაქტიკაში არ ხარ, თუ ყოველდღიურ მოლაპარაკებაში არ ხარ, უბრალოდ ვერ წაიღებ. გავიწყდება ერთ კვირაში, ორ კვირაში. შესაბამისად, ეს კურსი მათთვისაც არის იდეაში, ვინც მაგალითად ვისაც ყავს მცირე გუნდი გაყიდვებში და უნდა რომ მართოს, უნდა რომ ზუსტად იცოდეს, რამდენად სწორად აკეთებენ მის გუნდის წევრები, რამდენად სწორად ყიდიან და ასე შემდეგ და ჩვენ მასალებს ყველაფერს უტოვებთ შემდეგ. მე რამდენად გაქვთ ხოლმე ეს რაღაც უკავშირი, ფიდბექი რამდენად გაქვთ ხოლმე, რამდენად იყენებს ამ ყველაფერს ეს. ჩვენ ფიდბექი ეს არის, ბევრი ამ კურსებიდან წევრდება ასოციაციაში და შემდეგ მუდმივი კავშირი გვაქვს ცალსახად რა. რა თქმა უნდა, ახლა 100% ვერ დარჩება, მაგრამ ყველას აქვს განსხვავებული ისტორია. ზოგმა ჯგუფი მოამზადა, ზოგმა რთული მოლაპარაკება ჩახურა, ზოგი სხვა კომპანიაშიც გადავიდა ესეთებს, ზოგმა თავის ბიზნესი დაიწყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ამიტომ ისტორიები განსხვავებული არის და შესაბამისად შედეგებიც განსხვავებული არის რა. ფანტასტიკური, მოკლედ უკვე ორ მიმართულებაზე ვისაუბრეთ და პრინციპში რაც დავან, ასე მე მინდა რომ უკვე ამ თემაზეც გადავიდეთ, იმ საერთაშორისო გამოცდილებაზე, რომელსაც უკვე მეორედ, აი ესეთ მასშტაბურს, ასე ვთქვათ, მეორედ ჩაატარებთ ოქტომბერში, ხო? დღეში, ეხლა გეუბნებოდი, რომ დღეში 7-ჯერ ხდებოდა ეს რეკლამა და ძალიან მიხარია, რომ აი ესეთი სულები არსებობს, ხო, ანუ საქართველოსთან ინიციატივები არსებობს და რაღაც მეორედ არის უკვე დაგეგმეთ ამის ორგანიზება, ესე იგი უკვე რაღაცა შედეგები დაწერა, ხო და მე პირველ რიგში მინდა ჩემი კითხვა დავიწყო იმით, რომ რატო უზბეკეთი? და ამავდროულად აი პირველი თქვენი ფორუმი მინდა რომ შევაჯამოთ და ну, მე უკვე ჩავშლით ამ მიზნებს, რა მიიღეს, რა ფიდბექებია თვითონ მონაწილეებისგან და ასე შემდეგ. კი ბატონო, რატომ უზბეკეთი მაშინ დავიწყოთ? იმიტომ რომ ეს არის 40 მილიონიანი ქვეყანა, რომელიც არის თან ძალიან სწრაფად განვითარებადი ბაზარი.
ვთქვათ, იგივე სხვა ბაზრებს რო შევხედოთ, აზერბაიჯანს, თავის შედარებით ჩაკეტილი გარის პრინციპი აქვს, რთულია იქ შესვლა უმეტეს საშუალო ზომის ორგანიზაციისთვის. ვთქვათ, იგივე სხვა ყაზახეთის შემთხვევაში საკმაოდ გაჯერებულია რუსული კომპანიებითაც და ასე შემდეგ. შესაბამისად, მეტნაკლებად აი ეს ღია გარის პრინციპი უზბეკეთში დაიწყო 4-5 წლის წინ და პირველად გარი წარმატებით შეაღო TBC უზბეკეთი, ეხლა უკვე არის მოწინავე ბანკი, ხო? შესაბამისად, ინტერესი ბევრ ინოვაციასაც ნერგავს. ძალიან ბევრ ინოვაციასაც ნერგავს და ეს ინტერესი წამოვიდა ზუსტად აქედან, რომ შესაბამისად არა მარტო TBC-ი, სხვა კომპანიებმაც დაიწყეს შესვლა და ნახეს ძალიან დიდი პერსპექტივა. მასშტაბები არის ძალიან დიდი, თქვა აქ თუ 1x მასშტაბი და აქ შეგვიძლია ორგანიზაციები ჩამოთვალოთ და ესე იგი სია დავასრულოთ მალე, იქ 10-ჯერ შეიძლება მეტი იყოს, ასე ვთქვათ, ეს შესაძლებლობები. დავასახელოთ ის და კონკრეტულად ქართულ ბაზარს რას თავაზობს ამ შემთხვევაში უზბეკეთის ბაზარი? ნახეთ კი, პირველი არის ესეთი მე სხვა შორის თავიდან არ მჯეროდა ვინც იყო იქ გამოსტილი, ადამიანი მეყვებოდა რომ ჩავედიო აი სასწავლო ცენტრები, ტრენინგ ცენტრი, სულ სავსე ცენტრი და ყველაზე პრესტიჟული ადგილები ვერ წარმოვიდგინე და მართლაც ესეა, იმიტომ რომ წელიწადში აბარებს 200 თუ 300.000 სტუდენტი და აქედან ინსტიტუტში ხდება 50.000 და 250.000 გარეთ რჩება და ამ ხალხს ჭირდება სერტიფიცირება, რაღაცა ხელობის სწავლა და ასე შემდეგ და ასე. თქვა, ეს ერთი მიმართულება, თქვა. მეორე სამშენებლო მიმართულება ტაშკენტსითი და ვინც არის ესე იგი საოცრება არის უკვე თქვა ამ გაგრძელება ქალაქის და ტაშკენტსითი არის ყველაზე პრესტიჟული რაიონი, ასეთ დაჟე საშვიც გინდა რომ შეხვდიან გეკითხებიან სად მიდიხარ, შესაბამისად ახალ ტაშკენტსითის აპირებენ, ამ სამშენებლო მიმართულებისას ძალიან საინტერესო არის და აქეთაც გამოთქვამენ ინიციატივებს კოლაბორაციით, ისე როგორც ვთქვათ, აქაური ქონებებით არიან დაინტერესებულები. სამედიცინო მიმართულება არის საოცრად საინტერესო, იმიტომ რომ აი რა ვიცი, კანის მიმართულებით მაგალითად ექსპორტზია ამ შემთხვევაში საქართველოსთან ამ შემთხვევაში არის ორი მიზანი რა. ერთი რომ პარტნიორთან ერთად და მე ხმამაღლა ვიტყოდი რომ ახლა ჩახვედი უზბეკეთში და მოდი ბიზნესი დავიწყოთ როგორც საქართველოში ხდება, მოკლედ იქ შენ ვიღაცა უცლებელად გჭირდება. ამას გინდა ლობი დავარქვათ და გინდა ვთქვათ ხა ოკუპანტების ენაზე არ ვთქვით სხვა იმით, ხო? შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ბიუროკრატია დავარქვათ. ხო, ბიუროკრატია დავარქვათ და გჭირდება ვიღაც. თუ პარტნიორს იპოვი, მარტივად შეგიძლია და დაალაგებული აქვს ამ პარტნიორს სხვა კონტაქტები, მარტივად შეგიძლია უკვე დიდ მასშტაბებზე გახვიდე. ეს არის ენტი ინტერესი, ანუ აქედან დაიწყო ჩახვიდე და თეგეტა მოტორს წელსაც მონაწილეობს ჩვენთან და საოცრად წარმატებული არის თუნდაც აი მიმდინარე შედეგებით როგორც ვიცი რა. მეორე აქ მოიზიდო, იმიტომ რომ გინდა სამშენებლო მიმართულებით, ბათუმით განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან, თბილისითაც იგივე არის სერგო რაღაც თემები, როდესაც ეს სანაცნობო ყავს, არ შეიძლება დიდი რაოდენობით რაღაც მეტალის პარტიის შესყიდვა მოუნდეთ ან ასე შემდეგ და ასე ბამბა და ასე შემდეგ და მოკლედ ინფორმაციას ვინც ფლობს ამ საუკუნეში მოკლედ ისინი кейსები შეგვიძლია თქვა ხმამაღლა ისინი ნახეთ აი success case ერთი რაც იყო მაგალითად ჩაშა იყო ის რომ სამშენებლო კომპანიებმა ჩამოიყვანეს იქაური ეგრეთ წოდებული საბროკეროები აქ გააცნეს უკვე თემები ახლა არის თემა რომ ვიღაცას რო კითხე რომ აბა რამდენი თანხა დაწერე ნუ ცოტა ეს ეჭვი არ გაუჩნდეს რომ წილს ხო არის ხო ამიტომ საკმაოდ ფაქიზად ვეყრობით ხოლმე რამდენად კმაყოფილი არის ხვდებით რამდენად ჩვენთან აგზელებს ურთიერთობას რამდენად ინტერესი აქვს დიდი და რამდენად რაიმე აქტიურობა შემდეგ გააგრძელა რა ზოგისთვის ეს არის უბრალოდ მარკეტინგული აქტივობა ან მარტო ესე არ შევხედოთ რომ ხა ბაზარზე შევა ან ბაზარზე შემოიყო ან მოკვლევის მოდი ესე მოკვლევის ხო ნახეთ აი ამას ვეუბნები ხოლმე წამოსწველ კომპანიებს შენ რომ მარტო წახვიდე აუცილებლად შეხვდები ისეთ ერთ ან ორ ადამიანს რომელიც მაგალითად შეიძლება რომელმაც გიქოს ბაზარი და ბევრი რაღაც არ გითხრას სირთულეების საწგელოდება შენ როდესაც გამოფენაში აღებ მონაწილეობას
შენ ხვდები ყველანაირ ადამიანს იქ და უკვე შენ თვითონვე გრძნობ და მე ვამბობ რომ ეს არის ყველაზე საუკეთესო საშუალება და ყველაზე ასე ვთქვათ ნაკლებ ხარჯიანი შეისწავლო ბაზარი, გაგიჩნდეს გარკვეული შეგრძნებები და თუნდაც არ დაწყება საქმიანობისაც ხო ნაბიჯი არის და კონტაქტის დამყარება რითაც იწყება გაყიდვის პროცესი. ან დაიწყო საქმიანობა, ან არ დაიწყო და რაც თავარია ეს ნაბიჯი მოკლეს სწორად გადაგვირია და ის საინტერესოა ამ შემთხვევაში ქართულ კომპანიებს რა აქვთ აი წამოვალ კი ბატონო წამოვალ და აი ძირითადად რა კითხვებს ვავენ ხო აი საინტერესოა. ნახეთ პირველი კითხვა არის ხოლმე რომ ჩემი მართულები თუ მოიყვანთ სტუმრებს. კი ბატონო. ლოგიკური კითხვა. საინტერესო სეგმენტს. კი, სეგმენტ ნომერი 1-ია და რა თქმა უნდა ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, იმიტომ რომ ეს მარტო გამოფენა არა, ესა B2B შეხვედრები, ეხლა ვამატებთ კომპანიებში ვიზიტებს. ძალიან საინტერესო რამეს ამბობ. ანუ ესე იგი მე თუ მაინტერესებს კონკრეტული სექტორი უზბეკეთში და სანამ წამოვალ, მე შემიძლია ასოციაციას მივმართო და უთხრა რომ პირობითად მე მაინტერესებს IT კომპანიებთან, კონტაქტ ცენტრებთან მაინტერესებს შეხვედრა და თქვენ ამის დაორგანიზებას. ჩვენ ქუჩიდან არ მოყავს აქაც. ფანტასტიკური. ანუ აქაც ჩვენ თქვენგან როგორც მონაწილისგან ვიღებთ ამოცანას, ამ ამოცანაზე ვმუშაობთ, შემდეგ მთელი გუნდი არა მარტო საქართველოში, უზბეკეთშიც, რა ვიცი, კონტაქტების მოძიებით, შეხვედრების წინასწარ ჩანიშვნით, რისერჩით და ასე შემდეგ, რომ ჩვენ B2B შეხვედრას დაგიორგანიზებთ, კომპანიების შეხვედრას, ასე შემდეგ, რომ ნახეთ რო თქვენ რეალურად გაიგოთ, რასთან გაქვთ საქმე. ხო, ნუ რო არის. არ მინდა რომ აი ძალიან მგზავრობა არის. რომანტიულად რო შევხედოთ ან ბიზნეს დაწყება ეს მოგეთ ესეთი რომანტიულიც არ არის, იმიტომ რომ ბევრ სიტულესთან არის კავშირში, მაგრამ სწორი ნაბიჯი რო გადადგა. ამდენად გიღირს ამ ბაზარზე შესვლა, ამდენად არ გიღირს. როდის თუ ჩაასხავ 9 მილიონი ინვესტიციას და მე არ აღმოჩნდება სწორი ბაზარი, ამას ნამდვილად ჯობია რომ $3,000-მდე დახარჯო გამოფენაში, ნახო, შეიგრძნო და ეს არის ერთი თემა. ეხლა მეორე თემა, რაც ძალიან აინტერესებთ, ყოველთვის მეკითხებიან კიდევ ვინ მოდის. ხო, იმიტომ რომ ნახეთ ვკითხულობ ხოლმე მაგას. კი, იმიტომ რომ შარშანდელი აი რა შედეგი და ერთთან გავბედე, იმიტომ რომ ჩემი ახლო მეგობარია ძალიან და უკითხე ირაკლის, რომ თქვი ირაკლი მეთქი შე რა შედეგი დადე მეთქი და რამოდენმე კი გავიცანიო, მაგრამ მოდი აქვე ვიტყვი, ეს გაცნობის პროცესი ძალიან სწრაფი არის, მე კი გაგიცანი დღეს, მაგრამ ნელ-ნელა მიდის რა, როდესაც სხვა ქვეყნებში ხარ. მაგრამ მეორე, რასაც გეტყვიო და გავაგზელე ეს ურთიერთობა, არის რომ შიდა ერთ-ერთ კომპანიასთან 9 მილიონიანი კონტრაქტი გავაფორმეოდა ახლა. ეგ თემა არის რა. ანუ ჩვენ ეს კომპანიები მიყვავს ერთმანეთთან საურთიერთოც, აქ შეიძლება ვიღაცას დაებადოს იდეა, რომ აქაც ხო შევხვდები და ვეუბნები, რომ აქ იმდენ დროს არავინ გამოგიყოფს და იქ შეიძლება დღეებით ხედავდეთ ერთმანეთს და როცა ხო ხდები ქართველებს სხვანაირად ვერთიანდებით უცხო ქვეყანაში. და სხვანაირი ურთიერთობები ყალიბდება ერთმანეთშიც, თითქოს თანაბრდება ეს პოზიციები რა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც ძალიან დიდი ხეირია თითოეული მონაწილისათვის, რომ ერთმანეთსაც კარგად გაიცნობენ, უზბეკურ ბაზარსაც კარგად გაიცნობენ, უზბეკურ კომპანიებსაც კარგად გაიცნობენ, სადაც საჭიროა რა არ გარისკავენ, სადაც საჭიროა გარისკავენ და საბოლოოდ, რა ვიცი, ჩამოვლენ ვისთვის რა არის შედეგი, ზოგისთვის მარკეტინგია, ზოგისთვის ნეტვორკი, ზოგისთვის პირდაპირ ინვესტიცია. ისე აი მთავარს რას გამოყოფდი პრინციპში აი პირველი გამოცდილებით რა უნდა გაითვალისწინოს ქართულმა კომპანიამ პირობითად უზბეკურ ბაზარზე გასვლამდე. უზბეკურ ბაზარზე თავარი რაც გასვლამდე არ არის მარტო მარკეტ რისერჩი, ყველაფერი ნაცნობები. ანუ ყველა ვარიანტში sales ასოციაციასთან მოდის ეს ადამიანი. არა, მარტო sales ასოციაციასთან არა. იქ მერე რა კონტაქტები შეიძლება დაამყაროს, ვინ შეიძლება გააგრძელოს, ასე ვთქვათ, მასთან ურთიერთობა, იმას რა კონტაქტები აქვს. და ასე შემდეგ. მაინც სერგო არის პოსტსაბჭოთა სივრცე. ეს არ არის არც ბრიუსელი, ეს არ არის არც ნიუ-იორკი, ეს არის ამ შემთხვევაში პოსტსაბჭოთა სივრცე. შესაბამისად, პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვანაირად ლაგდება თემები. ნუ მინიმუმ მოდი ესე ვთქვათ, კარგი ნაცნობები აუცილებლად საჭიროა იმისთვის, რომ სანდო პარტნიორები ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 25 წელს აი ღონისძიებამ ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმეთ.
რაღაცაზე გადააჭარბა მოლოდინებს, რაღაც მიმართულები, კი. იყოს რაღაც ცვლილებები რაც შევიტანეთ, მაგალითად, გულწრფელად ვიტყვი, ღია კარის პრინციპი უფრო გქონდა 2025-ში, ანუ გარედანაც შეეძლო შემოსვლა, თუმცა იყო რაღაც მომენტები, როცა შეიძლება რამოდენიმე ადამიანი ყოფილიყო არამიზნობრივი სეგმენტი. მაგალითად, რა ვიცი, თვითონ აქეთ უნდა რაღაცის გაყიდვა და სულ ორი ადამიანი შემოვიდეს, ესეთი შეიძლება საკმაოდ უხერხულობა შექმნას თვითონ მთელ სივრცეში. ამიტომ წელს ბევრად უფრო ესე კრიტიკულად და მკაცრად გაკონტროლდება თითოეული წევრის რეგისტრაცია, მოსვლა, წასვლა და შესაბამისად წასვლაზე არავის დავიჭერთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მოკლედ, აქ რომ მოხდე, ესეთი მარტივი აღარ იქნება, როგორც შარშან იყო. შარშან უფრო რეკლამითაც ცადეთ. ესეც ჩემი მეც მაინტერესებს, რამდენად უზბეკური ბაზარი პირობითად აი რეგულაციების მხრივ, რამდენად მარტივია მან და ეხლა კი აღნიშნე რომ თლად ესე მარტივი არ არის როგორც საქართველოში, მაგრამ რამდენად არგებენ აი ამ შემთხვევაში კომპანიებს, ესეთ კომპანიებს, რომელიც გარკვეულწილად შესვლას ცდილობს უზბეკურ ბაზარზე. გარკვეულწილებებს მე ვიცი რომ უზბეკურ ბაზარზე ბევრი ცვლილებაა მიმართულებით, არსებობს IT პარკები, ხო რაღაცებს თავაზობენ, ფანტასტიკურ პირობებს. აი შეგვიძლია ამაზეც რო ვისაუბროთ. კი, იცი რა არის? ხო, კიდე და კიდე მივალ მაინც ნაცნობებზე. ადგილობრივ ნაცნობებზე, უზბეკ ნაცნობებზე და ამ კითხვაზე გავცემდი პასუხს, გააჩნია ამ შემთხვევაში ვისი ცნով. რეგულაციები რა თქმა უნდა აქვს უზბეკეთის ბაზარს ცალსახად, თუმცა ყველგან მოინახება რაღაც ისეთი კონტაქტი, რომ საქმე არ შეგიფერხონ. კიდევ ერთხელ ვისი ცნობ, როგორი ცნობ და როგორი ურთიერთობა გაქვს ყველა გრძედზე და განედზე ბიზნესთან, მთავრობასთან და ასე შემდეგ. ანუ მე არ მინდა რომ ჩვენი საუბრის შემდეგ რაღაც ართქმული დახვდეს წინ ვინმეს, ვინც უზბეკეთში წავა და თქვას რომ აი რატო არ თქვეს ეს ამბავი. მე ვფიქრობ რომ ფანტასტიკური შესაძლებლობაა დღევანდელი აი ჩვენი პოდკასტის მერე რომ ადამიანებს რომელსაც გააჩნიათ დღეს ეს სურვილი ან ფიქრობენ რომ უზბეკეთის ბაზარი პირობითად ჩემი კომპანიისთვის ძალიან საინტერესოა შესაძლებლობაა ეს რომ რაღაცა პირველი ასე ვთქვათ ნაბიჯები გადადგას და ამაში ეხმარება გაყიდვების ასოციაცია რა. ცალსახად ეს მაგით რომ შევაჯამოთ მე მგონი ესეც ეგრე გამოდის. ნახეთ როგორი მომენტია პირდაპირ რა ვიცი ევროპაში რან მოგწონს და იგივე მოგზაურობა და ასე შემდეგ, თუმცა ვისაც ბიზნესთან შეხება აქვს, იცის რამდენად რთულია იქ შესვლა. აი რეგულაციები იქ არის თუ არის და იქ გიწევს ადაპტაცია თვითონ ევროპელები ჩიოდნენ რომ მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთ ბრიუსელში სამით დავესწარი რომ მაგალითად მე ესპანური კომპანია ვარ გერმანიაში ჩემი პროდუქტი შევიტანო მოკლედ ჯოჯოხეთის გავლა მიძებს მინიმუმ წელიწად ნახევარი იმისთვის რომ ეს პროდუქტი საერთოდ შევიდეს ხო უზბეკეთის შემთხვევაში ეს ნამდვილად არ არის უზბეკეთის შემთხვევაში არის უბრალოდ რამდენად სწორ ბაზარს ნახავ რამდენად მოიკვლევ კონტაქტებს, რამდენად სწორ კომუნიკაციას დაალაგებ კონტაქტებთან და შემდეგ უკვე აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. უფრო მოდი ურჩევდი კოლაბორაციით, უზბეკებთან კოლაბორაციით. ესე ვთქვათ, საქართველოში გვაქვს ეს ფუფუნება, რომ შეუძლია ადამიანს ისე რომ ქართველებთან არც კონდეს კოლაბორაცია, გარდა იმისა, რომ მიმწოდებელი იყოს ქართველი, ბიზნესი საშუალო მცირე მაინც მოკლედ რაღაც მასშტაბით ამუშაოს. უზბეკეთში ეს უფრო ჭირს, უზბეკეთში გჭირდება ცალსახად კონტაქტები და კიდევ ერთხელ კონტაქტები. დავით, მე მინდა ესეთი პატარა რაღაც რუბრიკა შემოგთავაზო. კი ბატონო. დავასრულოთ წინადადება. მე დავიწყებ, შენ ასრულებ. კი ბატონო. ქართული ბიზნესის ყველაზე დიდი ძალა არის კონტაქტები. უცხოურ ბაზარზე ქართული კომპანიის ყველაზე დიდი სისუსტე არის ვერ გაბედვა რაღაცეების. ვერ გაბედვა. რაშიც თქვენ ეხმარებით. ხო. გაყიდვა არ არის დაძალება. დაძალება. ფანტასტიკური. კარგ გამყიდველს არასოდეს უნდა რომ კლიენტი იყოს გულდაწყვეტილი და უკმაყოფილო. კი ბატონო. B2B შეხვედრა უშედეგოა თუ ის არის აწუთიანი. თუ არ გაგრძელდა. ან თუ არ გაგრძელდა. ან აწუთიანი.
უზბეკეთის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის არის შესაძლებლობა და დაკვირვების საუკეთესო საშუალება. რა შეუძლია მას? აბრეშუმის გზა რეალურ ბიზნესამდე მივა თუ იაქტიურებ. 3 წლის შემდეგ მინდა ვთქვა, რომ გაყიდვების ასოციაციამ მიაღწია რამოდენიმე ქვეყანას თავის გამოფენებით და წევრების რაოდენობა გახადა 700 ადამიანი. და ზუსტად ამას გისურვებ ჩვენ მომდევნო პოდკასტში აუცილებლად მაგას დიდი მადლობა. გადავამოწმეთ მაგ ინფორმაციას და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ მართლა შენს და ყველა იმ ორგანიზაციას რომელიც შენს ირგვლივ არის, ხო? ანუ ეს არის ასოციაცია, ეს არის ინსტიტუტი და სხვათა შორის, რა ვიცი, აი აღარ ყოფნის დრო რო ვისაუბროთ წიგნზე. თუმცა მაგისთვის ალბათ კიდევ გვექნება დრო რო ვისაუბროთ. დავით, მე რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობელი ვარ, შენი ჩემი პოდკასტის სტუმარი იყავი. პრინციპში თუ გაქვს რამე კიდევ ისეთი საინტერესო ნიუსი, რომელიც შეგვიძლია ჩვენს ძვირფას აუდიტორიას გაუზიაროთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ეთერი. კი, მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო და ძალიან კარგ საქმეს აკეთებ. იმიტომ რომ ჩემთვის ნიუსი რა უფრო შესაძლებლობას ვიტყოდი, იმიტომ რომ ეხლა წამოვიდა სხვა პოდკასტები არის, სხვა შორის წარმატებული ხალხი აზიარებს უკვე როგორ გაიარა გზა, არ დავასახელებ სახელებსა და გვარებს და ძალიან საინტერესოა მათი მოსმენაც. ამიტომ ალბათ ვინც აზიარებს, მოკლედ ჯობია მოусმინოთ წარმატებულ განსაკუთრებით ისეთ ქართველებს, რომლებიც ეხლაც დაიდო ბოლო თვეებში და ქართველის მიღწეული წარმატება ბევრად უფრო რეალისტურია და ახლოა ჩვენთან, ვიდრე თქვათ, თუნდაც ამერიკაში, რომელიღაც შტატში, რაღაც სიტუაციაში მიაღწია ვიღაცამ რაღაც წარმატებას. ეს ქართული ბევრად უფრო პრაქტიკული არის. დავით, დიდი მადლობა შენ. წარმატებას გისურვებ კიდევ ერთხელ შენს ასოციაციას და იმ დაგეგმილ ასე ვთქვათ ღონისძიებას, დარწმუნებული ვარ, რომ ფანტასტიკურად ჩაივლის. მადლობას ვუხდი უკვე ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. იმედია არ მოგაბეზრეთ ამ საცობებში, თბილისის საცობებში და საინტერესო ამბები გაგიზიარეთ და საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. ამიტომ მე უკვე დაგემშვიდობებით ხუთშაბათამდე საინტერესო თემით. ახლა კი სასიამოვნო საღამოს გისურვებთ ნახვამდის. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია კერხერ საქართველო. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია იურიდიული კომპანია DPT Consulting. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია IT კომპანია IT-Tech. Business Space-ის ოფიციალური პარტნიორია კომპანია K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ-ცენტრი საქართველოში.